საღამომშვიდობის ეთერშია პროგრამა პოლიტიკური ღამე, რომელსაც როგორც ყოველთვის გავუძღვები მე ვალერი კვარაცხელია. დღეს ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან პოლიტოლოგები, პროფესორი თამარ კიკნაძე, ირაკლი უბილავა და საქ-ინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ამ ორი დღის განმავლობაში ისე გაცვდა პარიზის თემა, რომ უკვე ცოტა უხერხულიც კი მგონია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ პარიზისკენ არის მიყრობილი, ამ თემით დავიწყოთ, მაგრამ ნახოთ აი დღევანდელი ბატალიები, პატარა ფრაგმენტი თუ რა ხდებოდა პარიზში. Поддерживают эту демонстрацию, считают ее крайне необходимой. Я предлагаю послушать впечатления людей, которые сейчас находятся, готовятся к митингу. Я думаю, что если люди начнут думать сообща о вещах, которые одинаково важны для всех, только в этом случае мы добьемся успеха. Сегодня не нужны какие-то речи, выступления. Нам нужно просто пройти маршем, думая о тех, кого больше нет с нами. Я надеюсь, что этот день закончится всеобщим единением. Все мы, мусульмане, евреи, христиане, буддисты, прежде всего должны оставаться людьми. И никто не заслуживает такого. Никто. Что это один из крайне редких случаев, когда глава французского государства тоже примет участие в шествии. Здесь будет присутствовать и Франсуа Олланд, президент, и премьер Мануэль Вальс, и также зарубежные делегации. Сегодня мы здесь увидим представителей различных политических сил Франции. Бок о бок они здесь будут идти. Это и Николя Саркози, бывший президент, и представители прежних правительств, Alain Juppé, Франсуа Фийон и другие. Ну вот, скорее всего, не будет присутствовать Марин Ле Пен. Ее не пригласили. Она примет участие в альтернативной демонстрации в департаменте Гард на юге Франции. აი ასე გამოიყურებოდა დღევანდელი დღე საფრანგეთში, ჩვენ პატარა ფრაგმენტი ვაჩვენეთ, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ქალბატონო თამარ, მე თქვენ მინდა გკითხოთ, რატომ მოხდა ისე, რომ კაცობრიობა იძირება აი ამ ტერორიზმის ჭაობში? ისე ვრცელდება არეალი ამ მოვლენისა, ისე ფართოვდება, რომ გამოსავალი თითქმის არ ჩანს, მაგრამ ვიდრე ამ შეკითხვაზე მიპასუხებდეთ, მანამდე მინდა ერთი უფრო პატარა შეკითხვა დავსვა, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო ადვილად პასუხგასაცემი. აი აქ ჩვენ მოვისმინეთ, რომ მარი ლე პენი არ დაპატიჟეს ამ ღონისძიებაზე და ეს თვითონ რამდენად არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადმოსცემენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ასე არ ჩათვალა საჭიროდ ამ ქალბატონის დაპატიჟება. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ასეთი დიფერენციაცია ამ მიდგომებში? ნუ მარი ლე პენი თავის გამოსვლებში საკმაოდ გაცრად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას და მის კურსს და არა მარტო ამ ხელისუფლების, ფრანგული ხელისუფლების, არამედ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური ელიტის ქმედებებს და შესაძლოა ამიტომ მიზანშეწონილად არ ჩათვალეს
ძალიან საინტერესოა უბრალოდ ეს ალტერნატიული მიტინგი თუ ეს მსვლელობა, რომელზედაც მარი ლე პენი აპირებს წასვლას, აი როგორი რეზონანსი ექნება და რამდენი ხალხი მივა, ასე იგი ამ მსვლელობაზე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ტერორისტულ აქტს და აი დღევანდელ მსვლელობას, ეხლა მე რო ვთქვა სხვა პროფესიის წარმომადგენელი ვიყო, უფრო სხვანაირად აღვიქვავდი, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ, ხო? ძალიან საინტერესოა ესეთი თანადგომა, ერთობლიობა მსოფლიო პოლიტიკური ელიტისა, რაც მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქრო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება პოლიტიკურ კურსში ევროპული ქვეყნებისა, იმიტომ რომ არავისთვის არ არის დაფარული და ახალი, რომ ევროპა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში იმყოფება. კრახი განიცალდა მულტიკულტურალიზმმა, ევროპა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ამ რუსულმა სანქციებმა ძალიან ცუდად იმოქმედა თვით ევროპაზეც და მე ვთვლი, რომ აი ეს ტერორისტული აქტი იქნება რაღაცნაირად გარდამტეხი რაც ხალხს თვითონ პოლიტიკის წარმოების ესე იგი მიმართულებით და ჩვენ ალბათ სხვათა შორის ყველა გამომცვლელი აი რუსთავი ორზე ვადევნებდი მე თვალყურს და თვით ქართველი პოლიტიკოსებიც კი და უმეტესად ეხა რუსთავი ორზე არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ისინიც აღნიშნავდნენ, რომ მოხდება რადიკალური ცვლილება ევროპული პოლიტიკის კურსისა და ალბათ ჩვენ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ აი ეს პომპეზურობა ამ ტერორისტული აქტის შედეგებისა მე მაძლევს სწორედ ამის საფუძველს, რომ ასე ვიფიქრო. ჯერჯერობით მე მაინც ვერ ვნახე ასეთი მიდგომები, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ჯერჯერობით ჩანს დაპირისპირება. ჩვენ ვერ გვაჯობებენ, ჩვენ ყველანი ვართ შარლი და ჩვენ აქ არის კიდევ ერთი რამ, იცით, ძალიან საინტერესოა. მოდი შევხვდი, რეჟისორს ხო სტუდია გათიშოს ჩემს მონიტორზე თუ შეიძლება. ძალიან საინტერესო არის აი ეს ლიბერალიზმი, ადამიანის თავისუფლება, დღევანდელი კონსტატირება ამ ფაქტებისა. იცით, ეს ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები უკვე რაღაც აბსურდამდე მიდის და ჩვენ, როდესაც ლიბერალიზმს გვასწავლიდან, გვეუბნეოდნენ, რომ ამოსავალი წერტილი არის ის პოსტულატი, რომ იქ მთავრდება შენი თავისუფლება, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. და სწორედ ეს ოქროს პრინციპი არის დარღვეული, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ხდება, ვთქვათ, იგივე მუსლიმების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ყველაზე საკრალური, ყველაზე ღირებული მათთვის სწორედ მუჰამედია, ისევე როგორც ქრისტიანებისთვის ქრისტე. და აი უკვე ამ ცნებების აღრევა ხდება რაღაცნაირად და აი აბსურდამდე მივდივართ ნამდვილად ამოგვერდა. ესე იგი არა თუ ადამიანი არ დარჩა შეურაცხყოფის მიღმა და ხელშეუხებელი ადამიანური ღირსება. ღმერთსაც შეურაცხყოფას აყენებენ და მეცით აი როდესაც მე შარლი ვარ და აი კიდევ ხდება აქცენტირება იმაზე, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ეს ადამიანის თავისუფლებები და სიტყვის თავისუფლება, ეს კიდევ სხვა რაღაცებთან არის დაკავშირებული და ეს არის ძალიან დიდი შეტევა ეგრეთ წოდებულ აბრამისტულ რელიგიაზე. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ბოლო ხანს ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ქრისტიანობაზე, ისლამზე ძალიან ისეთი მძაფრი შეტევები და მე ვთვლი, რომ აი კიდევ უფრო გამძაფრდება ამ ტერორისტული აქტის შემდეგ. კი ბატონო, იცით, არც მგონია, რომ რაღაც საგანგებო განხილვის თემად უნდა იქცეს აი ეს სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება აი ამ თვალსაზრისით, მაგრამ რა კი აი ამ ჩვენს ტელეარხებზე და არა მარტო ჩვენს ტელეარხებზე, მსოფლიო ტელეარხებზე აი ამ კუთხით არის ყველაფერი წარმოდგენილი, თითქოს რაღაცა გადაულახავი პრობლემა იყოს ეს, რომ ერთის მხრივ ესე იგი სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ საზღვრები არის თუ არა საზღვრები და აქ საზღვრები დაუშვებელია. უმარტივესი საკითხია.
რა თქმა უნდა, საზღვრების გარეშე არაფერი არ არსებობს. მე მგონი თვით სამყაროც კი არ არის უსაზღვრო. როგორ შეიძლება რომელიმე თავისუფლება იყოს უსაზღვრო? საერთოდ თავისუფლების გაგება მისი დიალექტიკური საპირისპიროს გარეშე, ამ შემთხვევაში მოვალეობის გარეშე. არის სრული აბსურდი, ხო? ჩვენ ქართველებს შესანიშნავად გვაქვს გამოხატული ერთ პატარა გამოთქმაში, ორ სიტყვიან გამოთქმაში, რას ნიშნავს აბსოლუტური თავისუფლება. გიჟი თავისუფალი. ესე იგი, აბსოლუტური თავისუფლება ეს უკვე სიგიჟეში გადადის. იცით რა არის სიტყვა თავისუფალიც, ნახეთ თავისუფალი. აი ესეც ძალიან ბევრის მეტყველია, ხო? ქართველებმა ძალიან კარგად გამოხატეს ამ სიტყვაში. და კიდე ერთი რაღაცა მინდა დავამატო ჩემ ნათქვამს, რომ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ ტერორიზმი დღეს ხშირ შემთხვევაში არის მართული. ამიტომ რომელი ტერორისტული აქტის უკან ვინ დგას, ესეც ძალიან საინტერესოა და აი ეს ტერორისტული სახელმწიფოც, რომელიც დღეს ერაყის და სირიის ტერიტორიაზე მოქმედებს, არა, ისიც ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევს, ხო? იმიტომ რომ თქვათ მისი შეზღუდვა არაფერ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთ ძალებს არ აწყობს ესე იგი ამ სახელმწიფოს მოსპობა. ასე რომ აქ გაცილებით უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენოს. ისიც რა არის, აი თქვათ რაც ოდესაში მოხდა. თქვათ რაც ხდება თუნდაც იგივე ავღანეთში, ერაყში, რაც იუგოსლავიაში მოხდა. ეს უფრო ნაკლები მოვლენები იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა განვიხილავთ, მაგრამ მე არ მინახავს ევროპა ასე ფეხზე დამდგარი, ხო? არ ვიცი, იქნებ ვწდები ბატონო, არ თქვენ რა სიტყვით. ნუ ჯერ ერთი გავაგრძელებ ხალხო მარინას აზრს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ჟურნალისტი, მე დღეს შარლი არა ვარ, მე დღეს ვარ მუსლიმი. და რატო? არა, რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველოს და მსოფლიო აღზრდა დიდმა პარიზულმა ტრაგედიამ და თბილისში როგორც იქნა გაიგეს, რომ ჟურნალისტის უფლებები, ჟურნალისტები არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, როცა აბსოლუტებენ თავის მოვალეობებს. ჟურნალისტი ყოველდღე, თუ მაგაში მართლა ჟურნალისტი ქვია, ყოველდღე მიდის სიკვდილზე. და იმიტომ მაგისი შეურაცხყოფა, უფლებების შევიწროება, სამართლებრივი დევნაც კი როცა ის მართალი არ არის, იმ შემთხვევაშიც კი გამორიცხულია და არ არის სწორი, ჩემი თვალსაზრისით. ცუდია ის, რომ საქართველოში და საქართველოს და მსოფლიო დუმდა, როცა დასცინოდნენ მართლმადიდებლობას, იგივე საქართველოზე მაკლაპარაკი, ჩვენ კათოლიკოს პატრიარქს სამაგიეროდ ყვიროდნენ ეროვნული, რელიგიური, სექსუალური უფლებების დაცვაზე. 7 მაისს ჩვენ გვახსოვს, როცა პედერასტებს აღლუმი არ ჩაგვატარებინეს აქ, არ ჩავატარებინეთ უბრალოდ. იმიტომ რომ უმრავლესობას არავინ არ იცავს. სამაგიეროდ უმცირესობას იცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელს აძლევთ ეს დაცვა. ყველა შემთხვევაში არ დაიცავს და ყველა უმრავლესობას არ. უკვე ნელ-ნელა ყველა საქართველოში ავიწყდება შარაძე, ჟვანია, რობაკიძე, გვირგლიანი, თეთრაძე, არ ვიცი ვინ, ყველანი. მაგრამ ის 10,000-ობით ნაწამები ხალხის სააკაშვილის მიერ მაგრამ ფარისევლობას როგორც ჩანს მართლა საზღვრები არ აქვს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ დავინახეთ როცა აი აქციაზე, მიტინგზე გამოცხადდა პოროშენკო, მე მგონი მეუღლესთან ერთად. ეს ის პოროშენკოა, სხვათა შორის საქართველოს და მსოფლიო დუმდა მაშინ, როცა ოდესაში პროფკავშირების სასახლეში ცოცხლად ხალხი დაწვეს, როცა ლუგანსკში, კრემატორსკში, დონეცკში, სლავიანსკში დაბომბეს წირვის დროს ეკლესია, დაბომბეს სკოლა გაკვეთილების დროს და ეს ყველაფერი რაც დღეს პარიზში მოხდა იმ ლოზუნგის მაგივრად მოხამედის ლაპარაკი თუ იქნებოდა ლოზუნგი სლავა გეროემ უკრაინის სლავა მაშინ ყველა გაჩუმდებოდა ეს ის დასავლეთია რომელიც ჩუმად იყო როცა ეს ყველაფერი ხდებოდა ადვილად არაფერი აი ესე ერთბაშად არაფერი არ ხდება მე პირდაპირ ვაცხადებ რაც მოხდა იქ ეს არის ამერიკის სპეცსამსახურების გაკეთებული ეს არ არის დღეს ეს არის კაიხნის წინ დაპროექტებული ეს ჟურნალი არის საკმაოდ დაბალტირაჟული ყვითელი პრესა
რომელიც აი ამ უხამსობებს წინასწარ ქონდათ უკვე დაგეგმილი და აბეჭდიდებდნენ, რომ მერე ქონდეს საბაბი აი ამ ყველაფრის აგორებისა. აი ახლა თქვენ ნახეთ, რა მოხდა 2 დღის წინ, სანამ ეს ტრაგედია მოხდა. ჰოლანდმა გააკეთა განცხადება, რომ აი ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე აზრ დაკარგა. საფრანგეთი და საერთოდ დასავლეთი განიცდით ცივილიზაციურ კატასტროფას, არა მარტო ეკონომიკურს და საფასუხოდ ამერიკამ დასაჯა. იგივე მოხდება ყველა ქვეყანაში, ვინც ერთ ნაბიჯს დეპოსტებ მივა რუსეთთან და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გარედან მართული ტერორი იყო? მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეხლა არც თალიათ რა რაღაცა ყვითელი ჟურნალისტი რედაქციაში შევარდნები და მოკლები. გავიხსენოთ კენედის მოკლა რა. რატომ მოიკლა თავი ჭყალებში იმ კომისარმა, რომელიც იძიებს ამ საქმეს? ანუ ვინც იცოდა სიმართლე და მივიდა სიმართლე, მოკლეს. როგორც მოკლედ მაშინ ლიოსვალდი, ხო? იგივეა, ეს ღმერთი ყველაფერს ხედავს ზემოდან. ხო, ძალიან ძნელია იფიქრო, რომ ეს თვითმკვლელობა უბრალოდ დამტვრა იყო. არა, ფაქტები რა, ვინც უჭერს ხარს ტერორისტებს, მერე მიიღებს ტეროაქტს თავის ტერიტორიაზე. ვინც უჭერდა მხარს სააკაშვილს, რომელმაც დაბომბა ათასობით ხალხი იქ ცხინვალში ღამე, მერე მიიღო ტერაქტი ნიუ-იორკში, ხო? იგივე ეს ელემენტარულია. ეხლა არ მისცეს რუსეთს ის ხომალდი, ეხლა ხვალზე როგორც წავიკითხე, ეს ხომალდი უნდა წავიდეს იქ სირიაში და ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად და ასე შემდეგ. ერთი მეორეზე არის თან მჭიდროდ ხედავთ. კი, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. ბატონო ირაკლი, რა მაინტერესებს, იცით, ხომ არ არის ეს ტერორიზმი ის ბაცილა, რომელიც ხელოვნურად არის გამოჩეკილი, მაგრამ კონტროლიდან გამოვიდა. შესაძლოა, ახლა მე არ გამოურიცხავ სიმართლე რომ გითხრათ, მე დავეთანხმებოდი ბატონ არნოს და ქალბატონ თამარსას, რომ ბევრი ასე ტერორისტული აქტების დაპროექტება ხდება პროექტები, მე თავის ინტერესებიდან გამომდინარე ამას იყენებენ და არა მარტო ტერორისტული აქტების დაპროექტება ხდება. სახელმწიფოებსაც კი ქმნიან, ახლა გეოპოლიტიკურ პროექტებია, სახელმწიფოები იქნება თავიანთი გეოპოლიტიკურ მიზნებიდან გამომდინარე, ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ახლა ტერორისტული აქტის დაპროექტება ამ პარიზულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეულ არ დავეთანხმო მე და რატომ? იმიტომ რომ საფრანგეთში ტრადიციული კონსერვატიული მოდელი, იდეოლოგიური მოდელი ძალიან მაღლა ამოდის, დაბლიდან მაღლა ამოდის. უკვე ისეთი ლიდერები წამოვიდნენ, მაგალითად ლეპენის სახით კონსერვატორები და ასე შემდეგ. ეს თვითონ მათ ინტერესებს ურტყავს თვითონ ევროპაში. ეხლა გუშინ მე ველაპარაკე ჩემს მეგობარს საფრანგეთში და იმან მითხრა რომ 7 იანვრის მერე აი სერიოზულად გაიზარდა ლეპენის რეიტინგმა. ეს შესაძლოა კიდეც რომ ახლა ბევრჯერ ყოფილა ეს შემთხვევა, მაგალითად ამერიკელებს დასავლეთში დაუპროექტებიათ ხა ბევრი, თუნდაც ახლო აღმოსავლეთშიც, მაგრამ შემდგომ ხელიდან წასულა ეს პროცესები. და შეიძლება იგივეც იყოს, მაგრამ მე მე ვერ გავიგე ლეპენის რეიტინგის ზრდა რა. არა, თვითონ მათ წინააღმდეგ მოქმედებდა ამას. ეს სპეცსამსახურებს ესოდინებოდათ. გასაგები. და კიდე მე კულტურული ასპექტიც არის. აქ არის მე ამაში ვხედავ ცივილიზაციურ შეჯახებასაც, ცივილიზაციათა შორის შეჯახებასაც. მაგალითად ასეთი ავტორია ამერიკელი ლევი სტროსი, რომელიც ამბობს, რომ წარმოუდგენელია, რომელიც იკვლევდა მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმოუდგენელია ერთი კულტურის და ორი განსხვავებული კულტურის შეწყვა მოხდეს ისე, რომ უმტკივნეულოდ. ვერ ხერხდება ესე მულტიკულტურალიზმმა კრიზისი განიცადა ქალბატონი თამარი ამბობს. მართლა განიცადა დასავლეთში ამან უკვე. და ესეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ჩემის აზრით ახლო მომავალში კონსერვატული ძალები გაიმარჯვებენ საფრანგეთში და შემდგომ მთელ ევროპას მოედება ნაციონალისტური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ლიბერალიზმი ასეთ ეტაპზე, ხო? არ მგონია რომ ამას წავიდოდნენ დასავლეთში. ლიბერალიზმი იქცა რაღაც აღვირახსნილ მოვლენად. რა თქმა უნდა. ბატონმა არნო ბრძანაძე, აღარ მე ეს შარლი არა ვარო. ეს არ მინდა ასე იყოს გაგებული თითქოს ვინმე ტერორიზმს მხარს უჭერდეს და ტერორიზმს იწონებდეს. აქ არის ორი მოდელი თავისუფლების. ეს არის თავისუფლება რაღაცისთვის და თავისუფლება რაღაცისგან, ეს მილის ტერმინია, ჯონ სტუარტ მილის. აქ თანამედროვე დასავლეთში იმარჯვებს ამ პოსტმოდერნულ ეპოქაში იმარჯვებს რა, ყველაფრისგან განთავისუფლება ინდივიდის.
აი ეს არის სიტყვის გამოს სიტყვის ამ თავისუფლების გამოხატვის თავისუფლების საზღვარი არა ისე რაღაც იცით მე არ მგონია რომ ვთქვათ კარიკატურა იყოს მარტო მიზეზი ამის შეიძლება საბაბი სწორედ ეს კარიკატურა იყო მაგრამ მიზეზი სხვა რამეშია საძებნი და მიზეზი გაცილებით უფრო გლობალურია ვიდრე ვთქვათ ჟურნალისტების მიერ სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების არასწორი გაგება რაც უსათუოდ ქონდა აი ამ შარლისთან დაკავშირებით ერთი წარმოვიდგინოთ ხა ლეპენი მოვიდეს ხელისუფლებაში საფრანგეთში აი ევროკავშირი დასრულებულია რა ის გლობალური ლიბერალური მოდელი ევროკავშირის რომელსაც თავს ახოვებთ მსოფლიოს დასრულდა ეს პროექტი ხო ეს სერიოზული დარტყმა იქნება მოვაკი ამაშია საკითხი მოუშვებენ ახლა რამდენად დემოკრატიულია ეს დასავლური დემოკრატია ეს ხომ კიდევ სხვა საკითხია ეს გასაგებია შეიძლება გარკვეული ძალები მას აკონტროლებდნენ მაგრამ როცა ხალხის ეს მასა გიდგას ამ მომრჩევლებისა იქ უკვე კორექტირება ძალიან რთულია ხელისუფლება აი ჩვენ რატო შევცვალეთ სააკაშვილის ხელისუფლება 2012 კი არის სიტუაცია როდესაც ვეღარ მართავენ უბრალოდ იძულები გარე ძალები იძულებული წავიდნენ ეს პროცესები უმართავი იქნებოდა კარგით მივცეთ მაყურებელს საშუალება დიახ ნუ გვავიწყდება აცხადებენ რომ ცნა გაიარეს ალ-კაიდაში ალ-კაიდა ვისი შექმნილია ამერიკის შექმნილია რა თქმა უნდა პირდაპირ ამბობს მე შემიძლია მის ნაშრომში ხარ ეს საიდუმლოება ხო არ არის და გამოსაცნობი ხო არ არის ისინი სპეციალურად შექმნეს ისლამური სახელმწიფო ფული რო არ დახარჯონ ამ ტერორისტებზე და მოპარული ნავთობით ამიტომ არის ფარისევლობა ერთი ხელით ქმნიდე ტერორისტულ დაჯგუფებებს ტერორიზმს ქმნიდე და მეორე ხელით ებრძოდებას ოდით მივცეთ საშუალება მაყურებელს და გავალზებთ გისმენთ ყურადღებით მე ვარ ეთერში დიახ საღამომშვიდობის ბრძანეთ საღამომშვიდობისა ბელგიიდან გირეკავთ მე ბელგიის მოქალაქე ვარ და ცხოვრობ დიდი ხანი და ვიცი დაახლოებით ევროპაში რა მდგომარეობა არის მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებით და ერთ დეტალს გეტყვით რომ აქ არავით არის მაგისი პრობლემა არ არის მულტიკულტურალიზმის ასე რომ ეგ ტერაქტი ადგილობრივი წარმოშობის არამც და არამც არ არის აი მე მინდა დაგარწმუნოთ ამაში თქვენ რა ბრძანეთ ბელგიიდან გიკავშირდებით ხო ბელგიიდან გიკავშირდებით და ვიცი აქ პატარა ეხლა ხალხში ხო იცით მაინც უცხოობა პატარა ის არის მაგრამ ეს რომ პოლიტიკური მასზე ავიდეს ასეთი ის არ არის თქვენ თვლით რომ გარედან ინსპირირებული იყო ეს რაც მოხდა ახლა საფრანგეთში რა ეს აქტი არის გარედან ინსპირირებული და მე დამასტრო ბატონმა არნომ აი ეს აღმენიშნა პრეზიდენტ ოლანდის გამოსვლა სანქციებთან გაუქმებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ვერსია ეს სხვათაშორის ესე იგი ხომ არ არის ეს დასჯა ოლანდისა და საფრანგეთისა აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით რა გასაგებია დასჯა გასაგებია მაგრამ ეხლა თუ ოლანდზე უარესი რომ მოვიდეს მათთვის უარესი ხელისუფლებაში ეგ სხვა ამბავია მაგრამ ეს მათი ეს დავიცი რამდენად არის ეს ოლანდის დასჯა დღეს იმასაც მოვყარი მეყური რომ შეიძლება ოლანდის უკიდურესად დაბალი რეიტინგი აი ამ მოვლენის შემდეგ აიწიოს და ზევით წავიდეს. Ну, ყოველ შემთხვევაში ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეს შემთხვევითი აქტი არ არის, ხო? და ეხლა უახლოეს მომავალში ალბათ უკვე გამოჩნდება რა მიმართულებით წავა პოლიტიკა და უფრო ნათელი გახდება. რომ რა მიზანს ემსახურება. სრულიად შესაძლებელია კონტროლის გაძლიერებაც იყოს, თქვათ ვიზების ლიბერალიზაციაზე, რომ პირიქით გაამკაცრონ ვიზების გაცემა, ხო? გარდა მაგისა შესაძლებელია, რომ აი ნახოთ როგორ წავა, რომ თქვათ იმ კოლონიებიდან გადმოსახულებულმა ადამიანებმა, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ, თქვათ იაფი მუშახელის ფუნქცია ვერ გაამართლა, ისინი ჩანაცვლდნენ, თქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წასული ადამიანებით. აი ალბათ უახლოეს მომავალში ეს გამოჩნდება და ამიტომ, როდესაც ქართველებს ძალიან უხარიათ, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდება, მე მაგალითად ამას ძალიან დიდი შეშფოთებით ხვდები და ძალიან მეშინია, რომ ქართველები მასობრივად გადაიქცევიან მეოთხე და მეხუთე სორტის ადამიანებად. ხომ ვიცით რომ ახლა ადამიანები ბინებს ყიდიან თუ აგირავებენ თუ ბანკისგან სასწრაფს იღებენ
რომ როგორმე მოახერხონ და ყველა ის ქმედება, რომელიც დღეს თუ გინაც გლობალური, თუ გინაც ლოკალური მასშტაბით მიმდინარეობს, ეს საქართველოს ინტერესებზე და საქართველოს მოსახლეობაზე ნამდვილად არ აცხავს. კარგით, კარგი და შეკითხვას დავსვამდი, მობილური დაკავშირებიდან მიცეთ საშუალება. გისმენთ ყურადღებით. ბატონო ვალერი, გამარჯობა მოგესალმებით ყველას. დღეს ძალიან ისე საშიში გახდა, რომ ამერიკაზე ზედმეტი სიტყვა წამოსწდეს ვინმეს, რა თუნდაც ჩვენი პოლიტიკოსები ბევრი საერთოდ აზრზე არიან და ძალიან კარგად იციან, რომ რასაც აკეთებს ამერიკა და რა პოლიტიკასაც ეწევა, მაგრამ ხმამაღლა ამას არ ამბობენ. სინამდვილეში ძალიანაც არ ეთანხმებიან. ზუსტად ამერიკამ დასაჯა საფრანგეთი რუსეთთან ლმობიერი განწყობისთვის და რუსეთთან სანქციების შესუსტებით მიზნისთვის გაკეთებული განცხადების გამო და სხვა არაფრის გამო. ესეთი რამები ასე არ ხდება, სპეციალურად მოწყობილია, ამას დადიერება ახლა ცოტა ძნელია, ჩემსავით ვინ სიტყვის ეს გიჟებათ მოინათლებიან, მაგრამ ეს ზუსტად ესეა და სხვა არის არასდროს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. იცით რა არის დროში ასეთი უცნაური დამთხოვები, რომ დღეს რაღაცას განაცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი და ხვალ ასეთი რაღაცა ხდება. მართლაც სერიოზული ეჭვების ამღვრელია, თუმცა მტკიცება ძნელია. გარდა მაგისა, არავისთვის არ არის ესე იგი დაფარული ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად ორ კურდღელს იჭერდა ამ სანქციების დაწესებით, ასუსტებდა როგორც ევროპას, ისე რუსეთს. ამიტომ რაღაც მომენტამდე შეიძლება ევროპა წასულიყო როგორც ამერიკის პარტნიორი, მაგრამ როდესაც უკვე დგება ის ზღვარი, როდესაც ესე იგი ევროპას თვითონ ძალიან დიდი საფრთხე მოელოდება, ეკონომიკური საფრთხე და აი ჩვენ ვნახეთ როგორი გამოსვლებია ხო ფერმერების და სხვადასხვა ესე იგი მუშების და ასე შემდეგ. ხო, ალბათ ეს ზღვარი უკვე რაღაცნაირად გადალახო. კიდევ რომ გავაფართოვოთ ჩვენი მსჯელობის დიაპაზონი, ასე ვთქვათ, მე მინდა თქვენი ყურადღება მევაყრო იაცენიუკის ყბადაღებულ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა გუშინ წინ. ვნახოთ ეს фрагменты, да? Завтра с канцлером Меркель, и вы очень от нее многого ожидаете. Меркель ожидает от вас тоже очень многого. Чем вы хотите убедить Меркель, чтобы она помогла вам и вашей стране? Германия и лично канцлер Меркель делают очень много, чтобы опять восстановить мир на Украине. И не только в Украине, а чтобы обеспечить стабильность во всей Европе. Русская агрессия на Украине – это атака на мировой порядок и на порядок в Европе. Мы все еще хорошо помним советское вторжение на Украину и в Германию. Этого нужно избежать, и ни у кого нет права переписывать результаты Второй мировой войны. И это пытается сделать российский президент господин Путин. რაღაცა საოცარი განცხადება გაკეთდა. ჯერ ერთი რუსული აგრესია უკრაინაში. ახლა ვინც საქმეში ჩახედულია, იმან ძალიან კარგად იცის, რომ ეს რუსული აგრესია კი არ არის უკრაინაში. არამედ ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის აგრესია უკრაინაში. ეს ერთი. მეორე, საბჭოთა კავშირის შეჭრა უკრაინასა და გერმანიაში. ახლა ამის მთქმელი ადამიანი ქვეყნის ხელმძღვანელი იყოს, ცოტა უცნაურია რა. არ გახსენდება. ესეც ტექნოლოგია. რომ ეს უკვე გაჟღერდა. მართალი ბრძანდა. ზეგან ლაპარაკობდით ოლანდის რეიტინგი რატო ზევით წავა ოლანდის რეიტინგი როგორც სააკაშვილის რეიტინგი წავიდა ზევით 2008 წელს აგვისტოში. არ გახსენდება? სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენება. რა თქმა უნდა. ანუ რუსეთმა დაესხა თავს გერმანიას და ასე შემდეგ, ხო? ანუ როგორც ის ამბობდა, რომ რუსეთმა დაესხა თავს საქართველოს. სააკაშვილმა რა ერთი და იგივეა საერთოდ ევროპა მისე გადაიბარა ყველა თავისი უსაფრთხოების საკითხები რომ სათქმელი ასე თუ ისე იყო იმიტომ რომ რუსულმა არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლახა ფაქტია და ვთქვათ ნუ ამის უკვე ინტერპრეტირება მის სასარგებლოდ სააკაშვილს ასე თუ ისე შეეძლო მაგრამ გერმანიაში შეიჭრა საბჭოთა კავშირი რა არის არა მე არ ვიცი ახლა თქვენს ფული უნდა და ბატონი იაცენიუქს გერმანელებისგან და გალკვეული ეს დიდი რამბები უმღერა გერმანელებს, მაგრამ წარმოვიდგინეთ 1936 წლიდან უკვე დასავლეთის მიერ აღიარებული იყო საერთაშორისო ურთიერთობა და სუბიექტთა საბჭოთა კავშირი. ეს ფაქტობრივად საბჭოთა კავშირთან თუ ომს გავითვალისწინებთ, ხო? თავის საკუთარი ტერიტორიისა გვინდა არ გვინდა ეს სუბიექტი იყო, ეს იყო სახელმწიფო მაშინ.
იმას ან თავისუფლებდა. რა მეორე მომენტი გერმანიაში შესვლაზე. ხა წარმოიდგინოთ თავის საზღვრამდე მისულიყო საბჭოთა არმია და იგაჩერებულიყო. ერთ თვეში ისე დაიწყდა გიტლერიო. რა თქმა უნდა. ფაქტია რა. რა თქმა უნდა, ეს იყო ფაშიზმის დამარცხებისთვის აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯი. რუსულ სამხედრო სტრატეგიაში. კი, მაგრამ იქ მარტო საბჭოთა კავშირი შეიჭრა? ნუ რა თქმა უნდა, თუ ეს დაგვავიწყდა, 4 ნაწილად დაიყო საოკუპაციო ზონა. ხო, ვინდა ვინ გაინაწილა ეს დაგვავიწყდა? სასაცილო პირდაპირ. ნუ არა, იაცენიუკ შეიძლება ეს არც უსწავლია და არც იცის და არც თან ის ნორმა ჯერ გაუქმებული არა, საბჭოთა კავშირში გამოიყვანა ჯარები, მაგრამ ამერიკული ჯარები დღესაც იურიდიულად რო ავიღოთ, ხო, როგორც საოკუპაციო ნაწილები ისეთ განან გერმანიაში. თანაც გერმანიას სუვერენიტეტი შეზღუდულია და კონსტიტუციით აკრძალულია გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ჯარისყოლა. ბატონ ვალერი, ეცერან ხალხთან თამარ მახსენა ვიზების საკითხი. რამდენჯერ აქედან ამ სტუდიიდან მე და თქვენ ვილაპარაკეთ, რომ მე ვთქვი და თქვენ დამეთანხმეთ, რომ არ შეიძლება ეს უკრაინაში არის ომი და არ შეიძლება არ შემოიღოს საქართველოს სავიზო რეჟიმი უკრაინასთან. თუნდაც იმ ქართული ლეგიონის და სააკაშვილის დაქირავებულების თარეშის გამომდინარე. რამდენჯერ ვთქვით. ეხლა ბატონმა ირაკლიმ პრემიერმა ღარიბაშვილმა დეკემბრის ბოლოს ჩაატარა სამუშაო შეხვედრა უკრაინის და საქართველოს პრობლემატიკაზე. რეგიონულ საფრთხეების საკითხებზე და თავისი დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე. ეხლა ისმის კითხვა, ჯერ ერთი რატო უნდა განხორციელდეს იქ ვიზიტი იმ ხელისუფლებასთან შესახვედრად, რომელიც კომპლექტდება სააკაშვილის მაღალჩინოსნების და იმ ხალხის, რომელსაც თითქმის საქართველოს სისხლის სამართლის მუხლით თითქმის ყველა იმით აქ ბრალდება აქვს მიყენებული. იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ომობენ, სადაც ომობს ქართული ლეგიონი და იქ ემზადებიან საქართველოში ჩამოსასვლელად. ეს არ არის საგანგაშო საკითხი, რატო არ იხილება ეს საკითხი, რატო იხილება საკითხი ისე ვიზიტის და მე პირადად ეს არის ჩემი მოსაზრება, არავის არ ეწყინოს, მე ბატონ ირაკლის მაგივრად დღეს იქ მონაწილეობას არ მივიღებდი რა. იმიტომ რომ ვინც ეს კარიკატურები ნახა, ეს საშინელება რა, ეს გამოდის რომ ჩვენ ხარს უჭერთ. ეს ჩემთვის იგივეა რაც უსუპაშვილის ბილოცვა სააკაშვილის მიმართ. ეს ჩემთვის არის ის რაც ეს არ იყო პატრიარხის მილოცვა, ცვათაშორის საკინფორმა განცხადება და ეს იყო ფალშივკა, ეს გაკეთდა საპატრიარხოში და ფაქსიმილე დასვეს რა. მე გამოვიყვანე რაღაცნაირად სიტუაცია მე მგონი ჩიხიდან, მაგრამ ეს უდრის როცა შენ ულოცავ, შენ იმას აღიარებ, შენ იმას ავართლებ. მოკლედ რთულია ეს ყველაფერი და საერთოდ ესე კონტექსტიდან მოგლეჯილად ერთი საკითხის განხილვა არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ დღევანდელ ამ გლობალისტურ მსოფლიოში ისე ერთმანეთზე გადაბმული საშინაო საგარეო ტერორი თუ სხვა რამე რომ ძალიან ჭირს ამ თემების გამოცალკავებულად ამ თემებზე საუბარი. ეხლა ერთი საკითხი ასეთი ვთქვათ აი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და შედეგები, რომელიც ამას მოყვა. ერთის მხრივ ამას მოყვა, თუ ამას მოყვა რუსული რუბლის კურსის ვარდნა, მეორეს მხრივ ამას მოყვა, თუ ამას მოყვა ისე ვსვამ ამ შეკითხვას. ნავთობზე ფასების დაცემა და საინტერესოა რა იცით ნავთობის ფასი დაეცა ყველა ქვეყნისთვის ხომართალია და დევალვაცია არის მხოლოდ რუსეთში. დანარჩენ ქვეყნებში ვალუტას ესე კი არავით არის საფრთხე არ შეექმნა. თუმცა მე მგონი ევრომ განიცადა რყევა მისთვის უარყოფითად დოლართან მიმართებაში, მაგრამ რა თქმა უნდა ისე კატასტროფულად არა როგორც რუბლმა. მე მინდა რაგი ეს საკითხი დავსვით, მინდა შემოგთავაზოთ აი ამ რუსული რუბლის ვარდნასთან და ნავთობის ფასებთან დაკავშირებით პუტინის პოზიცია და შემდეგ კიდევ ორი სიტყვა ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. Курс национальной валюты в России. Конечно, он так или иначе связан с состоянием экономики, а российская экономика так или иначе связана с внешними рынками, с международной мировой, прежде всего, торговой конъюнктурой, с ценами на нефть, на энергоносители. Цены припали, ну и, соответственно, отражается и на экономике, на доходах бюджета, а значит и на национальной валюте. Вместе с тем хочу подчеркнуть, Россия одна из стран с крупнейшими золотовалютными резервами. И Банк России, с одной стороны, будет проводить взвешенную
финансовую политику. Это означает, что будет все-таки использовать элементы плавающего курса и не будет бездумно палить все свои резервы. Но резервов достаточно для того, чтобы корректировать уровень национальной валюты. Я не вижу здесь никаких драматических возможных изменений. Уверен, что с корректировкой цен на нефть будет корректироваться и курс национальной валюты, курс рубля. Значит, нет, санкции здесь, они, конечно, влияют на общий фон и без того не очень крепкой мировой экономики, но они не являются решающим фактором. Решающий фактор — это все-таки общее состояние мировой экономики, которая после кризиса 2008-2009 года, собственно говоря, так и не вышла на тренд устойчивого и эффективного развития. Все-таки ведь все эти годы эксперты говорили и продолжают говорить о том, что мировая экономика до сих пор находится в состоянии какой-то стагнации и кризиса. Поэтому ничего нового за последние годы не произошло. Не стало намного лучше. Правда, не стало и намного хуже. Вспомните экспертные оценки 3-4-летней давности. Ведь тогда еще эксперты говорили, что подъем будет, но он будет очень маленький, спокойный, будет напоминать чем-то даже стагнацию. Так и происходит. Те, кто так говорил, оказались правы. Но все-таки я больше оптимист, чем пессимист. Я думаю, что постепенно все выровняется. Что касается теории заговора, заговоры всегда возможны, но они больно бьют в данном случае по заговорщикам, если таковые имеются. Я уже говорил о том, что в основных нефтедобывающих странах сам бюджет верстается тоже исходя из цен на нефть, это 85, по-моему, долларов, 90 долларов за баррель. Первое. Второе, добыча сланцевой нефти и понижение цен, игра на понижение цен на мировых рынках нанесет очень серьезный удар по этому виду деятельности в тех же Соединенных Штатах. Не думаю, что нефтяная отрасль Штатов в этом заинтересована. Посмотрим, как будет развиваться события. Я думаю, что корректировка наступит, причем в сторону улучшения ситуации. პუტინის ამ ნათქვამიდან, ესე იგი, ერთი ის, რომ ის ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება და მეორე ის, რაც თქვა შეთქმულებასთან დაკავშირებით. ჩვენთან ქირქილებენ ხოლმე, როგორც კი შეთქმულებას ახსენებ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სახელმწიფოთა არსებობის მთელ პერიოდში შეთქმულება ყოველთვის არსებობდა. შეთქმულება ეს არის შეთქმულებასაც ვერ დავარქმევ, მე მაგალითად ფარული პოლიტიკა უბრალოდ. ის პროცესები, რაც ტერმინები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის მე-13 გახდა ნავთობის ფასი. უმოკლეს დროში. ახლა აბსოლუტურად საქმეში ჩაუხედავი პიროვნებაც მიხვდება, რომ ეს ხელოვნური ბიძგების გამო მოხდა. სხვანაირად ასეთი რამე არ ხდება. მით უმეტეს, რომ ეს ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ყველა ცდილობს. არც არ ყოფენ პირდაპირ ამბობენ. არც არ ყოფენ, რა თქმა უნდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს ნავთობის ექსპორტის შესახებ თავიანთი ქვეყნიდან. ეს უპრეცედენტო რამ გააკეთეს. რატო? იმიტომ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ეს კლების ტენდენცია ნავთობის ფასებზე და ამით გაიმეორონ ის პრეცედენტი, რაც საბჭოთა კავშირში მოხდა თავის დროზე, როდესაც $10 დავარდა ბარელი ნავთობის ფასი და პრაქტიკულად საბჭოთა ბიუჯეტი იყო განიარაღებული. კვალიფიციური საკმაოდ ისე დასავლელი ექსპერტები ძალიან ღიად ლაპარაკობენ ამ ყველაფრის შესახებ. ეს საქართველოშია, რომ ჩვენი ექსპერტები საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, კაცმა არ იცის, თორე ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. კაცმა არ იცის, რისი ექსპერტები არიან ისინი, რომლებიც ექსპერტების ტიტულით გამოდიან ხოლმე ამ ჩვენს ტელეეკრანებში. ალბათ ტენდენცია. მოდით მაყურებელს მიცეთ საშუალება. ბრძანეთ, ეთერში ხართ. საკითხთან დაკავშირებით. ეხლა მე ეკონომიკის სპეციალისტი არ ვარ, ეკონომისტი არ გახლავართ, მე ცოტა სხვა კუთხით განვიხილავ. ეხლა კი გასაგებს ხელოვნურია, მართლა ჩაუხედავი ადამიანის შორიდან რომ შეხედო ჩანს, რომ ხელოვნურად ხდება ნავთობის ფასის კლება, დაცემა მისი რუსეთის
ასე ვთქვათ, უკან დახევის მისი დაშლისთვის. ეს ფაქტია. რაც სურთ საბჭოთა კავშირი ორი გაუმეორონ რუსეთს, მაგრამ აქ არის მეორე ერთადერთი რაც არ იცვლება, ეს არის საქართველოში საწვავის ფასი. რა თქმა უნდა. მაგრამ აქ არის სოციოლოგიური ასპექტი, რომელსაც ამერიკელები არ ითვალისწინებენ. ყველა სოციუმს უყურებენ საზოგადოებას აი თავისი გადმოსახედიდან. ეხლა რუსები ცოტა განსხვავებული სოციუმია. წარმოვიდგინოთ ეხლა ჩვენ ლენინგრადის, მაშინდელი ლენინგრადის ბლოკადა. ეხლა ამერიკელი გაუძლებდა იმას? კი, მართლა. ვერ გაუძლებს. ამ პირობებში ხა წარმოვიდგინე კი საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ეს, მაგრამ მაშინ ნებისმიერ ერს აქ რაღაცა ენერგიის გამოსხლის პროცესი, აღმავლობის და დაღმავლობის ფაზები. პასიონარის უწოდებს გუმილოვი მაგალითად. აქ გუმილოვმა გამოითვალა 2012 წლიდან იწყებოდა აღმავლობის ფაზა რუს ერში. ეხლა ამ აღმავლობის ფაზაზე რაც უნდა ფასი დაუყრონ, რუსეთს ვერ დაშლიან გეუბნებით მე. ხო, ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ის პერიოდი, რომ ანალოგია იმ საბჭოთა პერიოდთან მაშინ ერუ გამოსხლილი იყო, დაღმავლობის ფაზა ჰქონდა თვითონ ამ ერს. რუს. და იმდენ დაიშალა. ეხლა სხვა დეგრადირებისგან მიდიოდა. რა თქმა უნდა, სხვა პერიოდია ეხლა, შეიცვალა სხვა ფაზაა უკვე. არა, სხვა შორის ჩვენთვის კარგად რუსოფობი ბჟეზინსკი ამბობდა, რომ 21 საუკუნე იქნება რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის განადგურების ხარჯზე. ასე რომ აი ეს იყო ჩაფიქრებული. და ეს ტენდენციები არავის არ შეუცვლია. ჯერჯერობით უბრალოდ ხორციელდება დღეს ცხოვრებაში. არა, ამ მიმართულებით მიდის როგორ? ამ მიმართულებით მუშაობენ ისინი, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ ერთ რამეს. რუსეთი არ არის 2000 წლამდე რაც იყო. რუსეთი არ არის ელცინის პერიოდის რუსეთი. ეს რუსეთი სხვა რუსეთია დღეს, რუსეთს სხვა ხელმძღვანელი ყავს. ახლა ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების დონე უარესდებოდეს და ლიდერის რეიტინგი იზრდებოდეს, მოხდება ევროპულ მატერიალისტურ ქვეყნებში. არ მოხდება. აქ არის კიდე ერთი თუ შეიძლება დავამატებ. საერთოდ დღევანდელი მსოფლიო, აი ბალანსის პერიოდში, როდესაც ცივი ომი არსებობდა, იქ ეკონომიკის სხვა ტიპი არსებობდა, ხო? როდესაც მთელი სამყარო გახდა კაპიტალისტური, ну კაპიტალისტის ბუნება არის, რომ ექსპანსია თუ არ არის პერმანენტული კრიზისებია, ხო? აი მაგალითად საბჭოთა კავშირის დანგრევამ მათ ძალიან დიდი ამოსუნთქვა მიცა. პირველად მაგალითად ამერიკის ეკონომიკაში ბიუჯეტი გახდა პროფიციტული პრეზიდენტ კლინტონის დრო. ეხლა ხელახალი რესესია და ეხლა ახალი ბაზრების ათვისებაა საჭირო. აი უკრაინაც ამის ძალიან კარგი მაგალითია. და თუ უკრაინის ათვისება მათ ვერ შეძლეს, ისინი იქნებიან და შემდეგ რუსეთის იქნებიან იმ ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც ისინი დღეს არიან. კი ბატონო, თქვენ გინდოდათ რაღაცას თქმა, მაგრამ ერთ სულ პატარა ფრაგმენტს გაჩვენებთ, როგორ იმოქმედა საერთაშორისო კომპანიებზე აი ამ ნავთობის ფასის დაცემა. Французская компания Schlumberger, крупнейшая сервисная компания в нефтегазовой отрасли, собирается списать активы на сумму $800 миллионов из-за снижения цен на нефть. Стоимость акций британской компании Tullow Oil упала на 50%. То же самое произошло с американской Continental Resources. Список можно продолжить. Эти изменения произошли в период с августа или даже с июня, когда началось падение цен на нефть. აი, რასაც პუტინი ლაპარაკობდა, პრინციპში, აი, იმიტომ რომ არ შეიძლება ცალმხრივად განვითარდეს მოვლენები და მეორე მხარეზე გავლენა არ ეკონიოს. ქალბატონო თამარმა ახსენა კლინტონი და ძალიან კარგია, იმიტომ რომ კლინტონი იყო ერთადერთი პრეზიდენტი ამერიკის, რომელმაც დატოვა თავისი პოსტი ისე, რომ ამერიკას არ ქონდა საგარეო ვალი 0.0. ეს მიაღწია იმით თავისი გონივრული პოლიტიკით, საქსოფონის ეძახოდნენ, თუ რას ეძახოდნენ, აგე სახეზეა. აქ სხვათა შორის არის მეორე ვერსია, არ მინდა უბრალოდ გამემეორო, იმიტომ რომ მეც არა ვარ ეკონომისტი, რომ ოპეკი ელოდება ამერიკის ნავტოკომპანიების გაკოტრებას. ну არ ვიცი ეს, მე ვიცი ის, როგორი მოქმედებს რუსული რუბლის ვარდნა საქართველოზე. აგე დაიწყო ახალი წელი. რუსეთიდან წელიწადში შემოდის 1.5 მილიარდი დოლარი. რუსული რუბლი დღევანდელი სიტუაციით გავფასურდა 60%. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ 20%-ით იქედან გადარიცხები, რასაც ქართველები ჩვენები ურიცხავენ თავის ახლობლებს, მეგობრებს და ასე შემდეგ,
20%-ით შემცირდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში 123 მილიონის დოლარის მაგივრად, რაც 2013 წელს იყო გადარიცხული, გადმორიცხეს 102 მილიონი 200.000 დოლარი. ეხლა დავანებოთ ამას თავი. ეხლა მინისტრ ხადურს აქვს გათვალისწინებული რით დააბალანსებს ეს იყო საქართველოსთვის უცხოური ვალუტის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო. ან ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილს აქვს მოფიქრებული ვინიცობა 250 მილიონის ექსპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში და 750 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი თუ ვინიცობა შეიცვალა სიტუაცია ამის დივერსიფიკაცია აქვს გაკეთებული თუ არა მე პირდაპირ გეუბნებით ლარი ვარდნისგან კატასტროფული ვარდნისგან თორე ვარდნა კი არის გადაარჩინა პრემიერმა ღარიბაშვილმა მაგან გააკეთა არჩევანი ბიუჯეტის და ლარის კურსის სასარგებლოდ იმიტომ რომ რაც ტენდენციები დეკემბრის ბოლო დღეებში დაიწყეს რაც ვერაითვისეს ბიუჯეტური თანხები დაიწყეს არ მინდა კონკრეტულად თორე მაგ კონკრეტული ფაქტები ასფალტების აღწრა სადაც არ იყო საჭირო და ხელახლა მაგან შეაჩერა ეს პროცესი და ამით გადაარჩინა ლარი ესე იგი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შეუსრულებლობა ჯობინა ვიდრე ლარი დავარჩილი ხო ეხლა მეორე ფაქტი და ვამთავრებ ამ თემას რა იმის მერე რაც დავით იაკობაშვილმა თავისი 49% კომპანიის გაყიდა როსნეფტზე იმის მერე რაც ჩვენ გავიგეთ გია ჭანტურიას პროექტზე ტერმინალზე კომპლექსზე და იმ მილსადენზე რომელიც აფხაზეთის გავლით შესრულდება არავის ხო უკვე ეჭვი არ ეპარება რომ თავარ ენერგეტიკული მოთამაშე კავკასიის რეგიონში არის რუსეთი. ამ დროს ჩვენ რეგიონი რა არის აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ხო? აზერბაიჯანს აქვს ზღვა ნავთობი. სომხეთს 2 იანვრიდან ამა წლის საერთოდ მოხსნილი აქვს გადასახადი ბენზინზე, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრისა. რჩება საქართველო, რომელიც გაყიდა მთელი თავისი სტრატეგიული დარგები რუსეთზე და დარჩა მარტო ამერიკის იმედზე. იმ ამერიკის, რომელსაც ოფიციალურად იურიდიულად საქართველოში არაფერი არ ეკუთვნის. ნუ გარდა გამყიდველის ქართველი პოლიტიკოსების სულისა და გულისა. გარდა ხელისუფლებისა, ოპოზიციისა, მედიისა, არასამთავრობოებისა და სპეცსამსახურებისა. გარდა ობიექტივისა, კვარაცხელისა და თბილისის გარდა. ერთადერთი ობიექტივი არ ეკუთვნის ჯერჯერობით. ეს ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. მე მგონი ჩვენ ახლა მაინც ნელ-ნელა უნდა გადმოვინაცვლოთ, ახალი წელია, წელი შესრულდა. ახალი ხელისუფლების თუ კიდევ ახალი შეიძლება მათ დაუძახოთ მოსვლიდან 2 წელიწადი და მეტი გავიდა. და რა რით ხვდებით ამ წელს და რა იმედებით და რა პერსპექტივებით ველოდებით მომავალ წელს. აი ამაზე, მაგრამ მე არ ვიცი ხა 2 წუთი დაგვრჩა და ღირს კი დაწყება თუ შევისვენოთ მეორე იმაში და მე დავიწყოთ ხო? როგორც მეთქვით. ეს 2 წუთი მთლად უკმად რომ არ დავკარგოთ, დაგვესყო მაინც რა ვიცი. გალბატონ თამარ რა სიტყვით? უბრალოდ აი მინდა გავაგრძელო ბატონი არნოს აზრი. საქართველოში არის ძალიან პარადოქსული სიტუაცია საერთოდ. ვისაც ოდნავ რაღაცა წამოწდება სიტყვა იმის შესახებ, რომ რუსეთთან არის თანამშრომლობა საჭირო, რა ისინი ირაცხებიან პრორუსულებად. და მეხუთე კოლონა და ასე შემდეგ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სიტყვით აგინებენ რუსეთს, მაგრამ საქმით ყველაფერს აკეთებენ რუსეთის სასარგებლოდ, არა, ისინი წარმოჩინდებიან როგორც პროდასავლურება. ეს ძალიან კარგი მაგალითია, მაგალითად ნაციონალებს თუ ავიღოთ. ესეც იმ ტექნოლოგიების რა თქმა უნდა, ეს არის ტექნოლოგიები, ესე იგი რუსების გინება, მაგრამ ყველაფრის გაკეთება არა საქართველოს სასარგებლოდ, არამედ იგივე გარე ძალების სასარგებლოდ.
აი მაგალითად მე ვთვლი რომ ეს ტელევიზია თუნდაც იმის საშუალებით რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ ამ სტუდიაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხო რომ ცოტა მოსახლეობის თვალი აუხილოს იმ ტექნოლოგიებზე რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ საქართველოში ისე მე სრული კატეგორიულობით შემიძლია განვაცხადო რომ არ ყოფილიყო აი ეს არხი ობიექტივი სააკაშვილი არ წავიდოდა ხელისუფლებით კარგით, მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივა მეორე ნაწილში, ზუსტად 10 წუთში თქვენთან მიქნებით.